უსამართლობა შეგვეხო ჩვენ უამრავ ადამიანს. ხვალ ეს უსამართლობა შეეხება მათ და მათ ოჯახებს და მათ შვილებს და ეს აუცილებელია ჩვენ ვთხოვთ მათ რომ დაიბრმავებენ თვალებს. თუ კი უნდათ მათ ღირსეულ ქვეყანაში ცხოვრება და თუ კი გვიმტკიცებენ რომ ემსახურებიან დემოკრატიას, ეს არ არის დემოკრატია. დღეს არ ხდება დემოკრატია და დაგვიმტკიცონ რომ მათ უნდათ დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრება და ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ მათ რომ ჩვენ არ ვეგუებით ამ სიტუაციას და არ გავჩერდებით ბოლო წვეთამდე, ბოლო წუთამდე, ბოლო გამარჯვებამდე, რა თქმა უნდა, საქართველოს განთავისუფლებამდე ბოლომდე და არავის არ შერჩება. დღეს აქვს სამსახური, მაგრამ ხვალ მომავალი არ ექნება მათ ქვეყანას და ვის ემსახურებიან. საქართველოს უნდა ემსახურონ და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ყველანი ვინც საჯარო სამსახურში მუშაობენ, იმიტომ რომ საჯარო სამსახურში მუშაობა არ არის პრივილეგია, ეს არის დიდი ვალი ქვეყნის წინაშე, რომელიც უნდა მოიხადონ კეთილსინისიერად. არაფერი განსაკუთრებული არ მოეთხოვებათ, გარდა იმისა, რომ შეასრულონ კანონი და უკანონო დავალებებზე თქვან, რომ ეს არის უკანონო და მე ამას არ შევასრულებ. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ეტაპობრივად კანონს არგებს და ცვლის კანონს ისე, რომ თუნდაც ეს საფუძველის გამოგვაცვალოს, მაგრამ ხო არსებობს რაღაცა მორალური დიაპაზონი, რომელსაც თავადაც მიხვდებიან ადამიანები, რომლებსაც ამდენი წელი სისტემაში უმუშავიათ, მიხვდებიან, რომ კანონში ცვლილება რო შედის, თუნდაც ესეც ამორალური და უკანონო არის, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ გახდებიან რეპრესიის ერთ-ერთი რგოლი, იმიტომ რომ ხელისუფლებები იცვლებიან, საჯარო მოხელეები მუდმივად რჩებიან თავიანთ პოზიციებზე და იქნებიან თანამონაწილე დანაშაულის. ისინი არიან საჯარო მოხელეები, მათ აქვთ დადებული საჯარო მოხელის ფიცი და ჩვენ მათ ვახსენებთ ამ ფიცის შინაარს. თუ როგორ უნდა ემსახურონ ისინი ხალხს და სახელმწიფოს და როგორ არ უნდა დახუჭონ თვალი უსამართლობაზე, რომელიც ამ ქვეყანაში ხდება. ჩვენ გვინდა რომ უფრო ხელშესახები გახდეს თითოეული საჯარო მოხელისთვის სინდისის პატიმრების მშობლებისა და ოჯახის წევრების ემოცია, მდგომარეობა იმ უსამართლობასთან ბრძოლის გზასთან დაკავშირებით, რომელზეც ისინი თავად გადიან და თავად უყვებიან.